საღამოში მშვიდობისა, კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს და კვირის მთავარ თემებზე ტრადიციულად დღეს განსხვავებულ პოზიციებს მოისმენთ მერობის კიდევ ერთი კანდიდატი არჩევნები ლეიბორისტების გარეშე და ხელისუფლების პოზიცია მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე. ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემებია. მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან ქალაქში გამარჯვებისთვის კონსერვატორებიც იბრძოლებენ. იმას არ ეგონოს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ეს მხოლოდ ხავსტუხით ჩასატარებელი კამპანიაა. ეს იქნება ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო კი არა, საერთოდ ბრძოლა. ალასანია დავითაშვილი ძიძიგური ოპოზიციური სამეული მერის სავარძლის დასაკავებლად ემზადება. კონკურენტები თუ პარტნიორები? ძალიან საინტერესო კონკურენტებია, მინდა თქვა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში არიან, გამოცდილები არიან. მე ჩემი პროგრამა ექნება და ზვიად თავის, მაგრამ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ და ერთად ვიბრძოლებთ. ერთად თუ ცალ-ცალკე დათანხმდება თუ არა ყველა ოპოზიციური ძალა პრაიმერს? ყველანი, მიუხედავად ჩვენი სხვადასხვაობისა, მიუხედავად ჩვენი მრავალფეროვნებისა, უნდა გაერთიანდეთ. ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გასაგებია, რომ ძალიან დიდი პრობლემებია ხელისუფლებაში, მაგრამ თამამად შემიძლია თქვა, რომ იმაზე დიდი პრობლემებია ოპოზიციაში. იმიტომ რომ ნაბიჯი, რომ ავმაღლდეთ ერთმანეთის ამბიციების წინააღმდეგ, ჯერჯერობით დღესდღეობით არ არსებობს. დათმობენ თუ არა ლიდერები საკუთარ ამბიციებს და შეძლებენ თუ არა ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას. რისთვის ემზადება ზვიად ძიძიგური? პრაიმერში გამარჯვებისთვისაც ემზადებით და საბოლოოდ თბილისში სიტუაციის შესაძლებლადაც. ზვიად ძიძიგური კონსერვატორების ლიდერი და მერობის კიდევ ერთი კანდიდატი პოზიციაში. არჩევნები ლეიბორისტების გარეშე, რას აპირებს შალვა ნათელაშვილი და რა კითხვა აქვს პარტიის ლიდერს დანარჩენ ოპოზიციასთან? მე მინდა ვკითხოთ ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც აპირებს სააკაშვილის დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას ადგილობრივი არჩევნების სახით. თქვენ კაი ოჯახის შვილებო და კარგო ხალხო. თუ გინდოდათ ამ სტრუქტურებში მონაწილეობა, მაშინ რატო თქვი თუ არის პარლამენტში შესვლაზე? რატომ არ აპირებს მერობის კანდიდატის დასახელებას ლეიბორისტული პარტია და რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ნათელაშვილის გუნდს? ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ ვღებულობდა, ვაცხადებთ სრულ ბოიკოტს. რისთვის ემზადება ნათელაშვილის პარტია და რა მიზნით იყო ლეიბორისტების ლიდერი შეერთებულ შტატებში? ვის შეხვდა ნათელაშვილი ამერიკაში? მე რო გითხრათ, ვისთან იქნება შეხვედრა, სააკაშვილი თავს დაანებებს ქვეყანას, შეიძლება რამდენიმე ტერიტორია კიდე დაკარგოს და დაჯდება ინტერგრამული წერილების საწედად, რომ ჩაშალოს ეს ვიზიტი. ლეიბორისტების ლიდერის გეგმები და პოზიცია შალვა ნათელაშვილის სტუმრად პოზიციაში. ვიცი რომ ყველაფერს რასაც ახლა ვიტყვი ამ დარბაზის გარეთ აუცილებლად გაიგებენ. უფრო მეტიც მე სწორედ ამის იმედი მაქვს. სწორედ ამიტომ მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხი გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის. და აი მინდა ევგენი მაქსიმოვის ვთქვა, რომ მიხედოს ამ საქმეს. ჭიქითხელში გაკეთებული გზავნილი საქართველოს გეოპოლიტიკური სადღეგრძელო სკანდალურ წვეულებაზე. პუტინის მოულოდნელი სტუმრობა იუბილეზე, რომელსაც ბევრი ცნობილი ქართველი ესწრებოდა. მაგას სურდა, რომ ეს ინფორმაცია გასულიყო ხალხში, ქართველებში. რას ნიშნავს პუტინის გაგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და როგორ შეაფასეს თბილისში, მოსკოვში ნათქვამის სადღეგრძელო? პუტინის სურვილია, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო არსებობს, მას უნდა რომ გააქროს საქართველოს როგორც სახელმწიფოს. სახელმწიფო თუმცა ერთი რამ შეიძლება საკითხს სახად ითქვას, რომ იმას ვერ მოესწრება. რუსეთის პრემიერის განცხადება მოსკოვში და რეალობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ერგნეთში ჩაშლილი მოლაპარაკებები და ქართველი მოზარდების ტყვეობის მე-16 დღე. საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კი არის ერთისფრით დაინტერესებული საკითხით, მაგრამ არ აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს და არ გმობს იმ ფაქტს, რაც მოხდა. ხელისუფლების პოზიცია და შეფასებები ქვეყნის შიდა და გარე პრობლემებზე. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი დავით დარჩიაშვილი პოზიციაში. ხოშაცემ ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ. დიდი ხანია პირდაპირ ეთერში არ გამოჩენილ ხართ, ასე რომ მიხარია რომ ამის შესაძლებლობა ჩემს გადაცემაში გაქვთ და მე მაქვს საშუალება რომ კითხვები დაგისვათ თუ სად ხართ, რა საქმიანობთ და რა გეგმები გაქვთ. თქვენ ცოტა ხნის წინ ჩამობრძანდით შეერთებული შტატებიდან. ამაზე მინდა რომ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრო და დღევანდელი ამ კვირის თემა შევეხო. ბატონო შალვა და ზოგადად ბოლო პერიოდის თემა მაინც არის ეს მოსალოდნელი
მწვრთნელი არჩევნები და თითქმის ყოველ კვირას ახალი კანდიდატი სახელდება და ჩვენი გადაცემის სტუმარია სხვადასხვა შორის ზია ძიძიგური. შემდეგი მოკლედ დასახელდა უკვე მესამე კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან და კიდევ რამდენიმე დღეში შესაძლოა საპარლამენტო უმცირესობამ დაასახელოს. ამ დროს ლეიბორისტები აცხადებთ, რომ თქვენ აპირებთ ბოიკოტი გამოუცხადოთ ამ არჩევნებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ესე პროცესების მიღმა დარჩებით, თქვათ თუ კი ოპოზიცია და მთელი სპექტრი შეთანხმდება, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ? საღამომშვიდობისა ნინო, საღამომშვიდობისა ჩემო საქართველო. დიდ სიამოვნებას მანიჭებს თქვენთან აი ეს შესანიშნავი წუთების გატარება. დიდი მადლობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ მე იშვიათად ვჩნდები თქვენს ეთერში, პირიქით, მე სიამოვნებით. საჭირო გახდება გამოცხადდები და ჩემს მოსაზრებას პარტიის პოზიციას მოგახსენებ ნებისმიერ საკითხზე, თუმცა მინდა მივმართო ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ ტელევიზიები, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, ჩვენი ტყეები, მინდვრები, ველები, ჭალები და ყველაფერი არის მისი საკუთრება თურმე და შესაბამისად არ გვაძლევს საშუალებას, რომ თქვენს საინტერესო ეთერში ჩვენი სიუჟეტები ყოველდღიური საქმიანობის თაობაზე გაშუქდეს საღამოს 6 საათის შემდეგ. როგორც წესი, ჩვენი სიუჟეტები იხსნება 9 საათიან თქვენ საინფორმაციო გამოშვებაში, ერთადერთი მოტივირებით. სააკაშვილმა იცის, რომ ამ დროს რუსთავორს უყურებს ყველაზე დიდი ტელეაუდიტორია და იქ არაფრის დიდებით მას ეს სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეს რუსთავეორის ინიციატივა არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სააკაშვილის იმ ცენზურული ჯოხის მოქნევის შედეგი, რომელიც მას გონია, რომ მყარად უკავია და ძალიან მალე გავაგდებიერთ ამ ჯოხს და ის ჯოხი რა მიმართულებას აიღებს კიდევ ეს საკითხავია. აი დღესაც რუსთავში ჯიბლაძემ და შატბერაშვილმა პარტიის ლიდერებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო აქცია, რის შედეგადაც რუსთაველები წყლის ძველი დავალიანებებისაგან განთავისუფლდნენ, ადგილობრივი ბიუროკრატია იძულებული გახდა უკან დაეხია, მაგრამ ეს რა თქმა უნდა თქვენ ეთერში არ გაშუქდა. კარგად მოგეხსენებათ ნინო, რომ მთელი ზაფხული ჩვენმა პარტიის ლიდერებმა და აქტივმა გაატარა ქუჩაში, რომ თავიდან აგვეცილებინა დედაქალაქ თბილისში ფასიანი ავტოპარკირების დაკანონება და ეს ფასი კი არის, ეს იყო ყაჩაღობა. ეს ნიშნავდა, რომ თქვენი კორპუსიც რო გააჩერებდით თქვენს მანქანას, საათში უნდა გეხადათ 50 თეთრი სიტი პარკი. იძულებული გავხადეთ ხელისუფლებას, სააკაშვილი და უგულავა, რომ უარი ეთქვათ ამ ბანდიტურ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ დაბლოკილი სატელევიზიო ეთერში და ხელისუფლების ჯოხის თქვენს მიმართ არა. თქვენს მიმართ არა, მე პრეტენზია მაქვს თავარი ცენზურის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისე გადაატრიალა ეს ჩვენი დამსახურება, რომ ფაქტურად უფასო გავხადეთ თბილისში ავტო გაჩერება 25 ლარი წელიწადში, ეს ნიშნავს უფასოობას. ეხლა რომ გაიხედო ერევნიდან დაწყებული ნიუ-იორკამდე საკმაოდ დიდი ფასებია. არა, მერის გადაწყვეტილება იძულებითი გადაწყვეტილება იყო, მან დაინახა, რომ იმ ჩვენს მიერ წამოგერებული პროცესს მთელი თბილისი აყვებოდა და თბილისი უკან არ დაიხევდა არც ამ საქმეში, ისევე როგორც სხვა საქმეებში არ დაუხევია, რაც ეხებოდა ქვეყნის გადარჩენას, უკან დაიხეს, თავარი საქმე გაკეთდა, მაგრამ აი პიარულად ისე გაშუქდა ეს, რომ აი თვითონ კეთილიანება იყო ხელისუფლების. ლეიბორისტების პრეტენზიები მოსმენილი მაქვს ტელევიზიიდან. მოდით დავასრულოთ ეს დასაწყისში რა შეეხებოდა ამასთან კვირის თემებამდე მე ვალდებული ვარ, რომ სულით და გულით მეულოცო ჩემ საქართველოს, სრულიად საქართველოს წმინდა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც აგერ 2-3 დღეში გვეწევა და ვისურვო, რომ არასოდეს არც ერთ პოლიტიკოს, არც ერთ ქვეყანაში, არ მარტო საქართველოში ბოროტად არ გამოეყენებინოს ეს უწმინდესი დღესასწაული ყოველთა მართლმადიდებელთა და ქრისტიანთა საერთოდ და თავისი ბოროტი პოლიტიკური ბიზნები არ აღესრულებინოს ამ დღის გამოყენებით, როგორც ეს ქნა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ 2003 წლის 22-23 ნოემბერს, როდესაც ვითომ მოვიდნენ წმინდა გიორგის ლოზუნგებით და პრაქტიკულად დაადგნენ წმინდა გიორგის საწინააღმდეგო წმინდა გიორგის ქვეყნის გრევის და დაშლის გზას და სამწუხაროდ ეს გეგმა მათ თითქმის შეასრულეს დღეს ჩვენ საქართველოს სამ ნაწილად, სამ სახელმწიფოდ მინიმუმ დაყოფილი დეურე დე ფაქტო გვაქვს და ისე უნდა დღეს წარმოაჩინოს სააკაშვილმა და მისმა იდეოლოგებმა საქმე, რომ თითქოს საქართველოს იკოპსიდგან დარუბანდამდე აღადგინეს და გაერთიანეს, არიან იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლნი, რომ მათ შეიმუშავეს გენიალური სტრატეგიული ოპერაცია და ომი მოიგეს და გააქციეს 58 არმია საქართველოსთან სულ ესე იგი კუდის სროლით კუდით ქვაასროლინეს მოკლედ. აი ეხლა ამის შემდეგ რა თქმა უნდა ყოველგვარი კომენტარები ზედმეტი ამ ხელისუფლებაზე და გადავიდეთ იმ თქვენ საინტერესო. ხო, მე იტყვით რომ პასიურობა ჩანდა ჩვენი ამ დროს ვაქტიურობდით და ამიტომ მითხარით, როდესაც არჩევნებს უცხადებთ ბოიკოტს, სწორედ ამიტომ აინტერესებს. ეს ხომ არ შეგეცვლებათ თქვა იგივე თქვენს პარტიას, თქვენ პირადად გარკვეულ პასიურობთ, როდესაც ამ პროცესების მიღმა დარჩებით. ანუ გაიგებენ ამას თქვენი მომხრეები სწორად, თქვა როგორ ფიქრობთ?
ახლა ჩვენი მომხრეების ანუ გადაწყვეტილების მიზეზი რომ ჩვენი ახსნათ მომხრეების იმედი რო არ ქონდეს ნინო რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით ასეც პარტია არ არის ეს არც ნათელაშვილის ნება არც კონკრეტული პიროვნების ამბიცია და ემოცია ეს გახლავთ სოციალური შეკვეთა რომელიც მოდის ქვევიდან მოდის ხალხიდან და იმას თუ არ შეასრულებ შეწყვეტა არსებობას როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური ძალა სწორედაც რომ ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ელემენტარული ჭეშმარიტება სანამ სააკაშვილია ხელისუფლების სათავეში თავისი ბანდით თარგამაძეებით ბოკერიებით მერაბიშვილებით ახალაიებით რურუებით მკვლელთა ჯგუფებით ქილერთა ჯგუფებით თავისი ადმინისტრაციული აპარატით თავისი სადამსჯელო ორგანოებით საკუთარი პროკურორებით საკუთარი სპეცსამსახურებით სანამ ეს ხელისუფლებაა სათავეში იქ რაიმე არჩევნების ჩატარება თუნდაც მერის ახლა სააკაშვილი გადადგება რა თქმა უნდა მივიღოს ხელისუფლების პირობებში თქვენ და გეკითხებით აი თქვა ეხლა ადგილობრივი ჩატარდა მე რაღაც საპარლამენტო იქნება ხო თქვა სიტყვაზე ვამბობ არც ერთ არჩევნებში არ მიიღებს სააკაშვილი სანამ პრეზიდენტია მისი სადირიჟორო ჯოხის და მისი იძულებითი მექანიზმებისა და ინსტიტუტების ქვეშ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს ამ რეჟიმის დაკანონებას მათთვის ახალი სასიცოცხლო სასუნთქი არხის გახსნას და მის გადარჩენას როგორც ასეთის დღეს საქართველოს ოპოზიცია ხშირად ამბობს მაპატიეთ გაწყვეტილებს მაგრამ ამავე თემას ვაგრძელებ ხშირად ამბობს რომ მოვიგებთ თბილისს მოვიგებთ საქართველოს ესეთი მიდგომაც არის არ ეთანხმებით ამას იგივე საკრებულოში თუ აპირებთ თქვა მონაწილეობასაც სულ იმარჯვებდით აი სწორედ ამაშია საქმე ნინო ჩვენ ახლა გავიმარჯვოთ 98 წლის საკრებულოს არჩევნებში მართალია გვაბრალებენ მაგრამ უმრავლესობა არ გაგვიყვანია ფორმალური პირველი ადგილი მივიღეთ თუმცა გამარჯვება იყო რა თქმა უნდა 2002 წლის არჩევნებში მაგრამ მივიღეთ რა მივიღეთ ის რომ ზევით ეშელონები ისევ იყო თქვათ ხელისუფლების ძალაუფლება იყო ხელისუფლების არ ქონდა ადგილობრივი ბიუჯეტი არც ერთ ტერიტორიულ ორგანოს პრაქტიკულად ვერ იღებდი ვერანაირ გადაწყვეტილებას შემდგომში არ იყო არანაირი დაცვა რომ იქ გაყვანილი რეპუტაცია დაგეცვა ხელისუფლების ზეწოლის შანტაჟის რეპრესიების მოსყიდვების მექანიზმისა და გადაბირების ფორმებისაგან შესაბამისად ხალხი უკვე ამბობდა რომ რას ნიშნავს ეს ადგილობრივ არჩევნებში მივეცეთ ხმა ლეიბორისტებს ხო აი ის მოლოდინი რაც ჩვენ მქონდა რომ შეიცვლებოდა პოლიტიკა მოსახლეობამ ხო არ იცის და არც არის ვალდებული იცოდეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განსაკუთრებით საქართველოში ეს არის ოპიუმი ხალხისათვის ისინი არაფერს არ წყვეტენ ეს არის ხალხის მოტყუება არაფერს არ წყვეტენ ყველაფერი წყდება სააკაშვილის კაბინეტში ყველაფერი წყდება მთავრობის სტრუქტურებში და ეს ორგანოები არის როგორც აი დესერტი კარგი ვახშმის შემდეგ რომელსაც დააყოლებს ხელისუფლება და იტყვის რომ დემოკრატია როგორ არა მაქვს აგერ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა აგერ მერი აირჩიეს ოპოზიციონერი მათ შეიძლება დაუშვან კიდევაც ოპოზიციური მერი თქვენ ელოდებით რომ შესაძლოა ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს როგორ არა ადგილობრივ არჩევნებში სააკაშვილის გადარჩენა კონკრეტულად თუ ეს ზოგადად ამბობს მნიშვნელობა არ აქვს მე არც ერთი კანდიდატის მიმართ ოპოზიციიდან არანაირი პათოლოგიური შეუთავსებლობა ან ღმერთმა დაიმფაროს სიზულვილი და კონკურენციის ასე ვთქვათ რაღაცა ზღვარგადასული ამბიცია სააკაშვილი არაფერს არ დათმობს ეს არის აღუვსებელი საწყაული ძალაუფლებისადმი მიდრეკილებისა და მისი ბოროტად პათოლოგიურად გამოყენების მიმართულებით ეს იშვიათი გამონაკლისი ეხლა შევარდნაძეს ჰქონდა ეგეთი ესეთი ეშმაკური მიდგომა ჯერ მიგიშვებდა თქვათ ადგილობრივ არჩევნებს არ გაგიყალბებდა ამას იგებდი თქვათ გარკვეული წარმატებით მაგრამ შემდგომში უკვე ხდებოდა რა ახლოვდებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და ელექტორატი რომელიც შენ დაძლევდა ხმას ერთი წლის წინ და ელოდა რომ პენსია მოემატებოდა სამსახურს იშოვიდა საშინაო საგარეო პოლიტიკა შეიცვლებოდა ქვეყანაში წამოვიდოდა ძილ და შოკოლადის მდინარეები მან ხომ არ იცის რომ ადგილობრივი სისტემიდან ეს შეუძლებელია არ მარტო საქართველოში არამედ საფრანგეთში არამედ გერმანიაში არამედ ამერიკაში შეკითხვაზე მეპასუხეთ ბატონო ანუ თუ არსებობს იმის შანსი თქვენ ამბობთ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს თქვა ამ არჩევნებზე მიზანია რომ ოპოზიცია პასუხობთ კითხვაზე ვიც რაც უნდა მკითხოთ ხელისუფლების მიზანია რომ ოპოზიციური ძალები ოპოზიციურად წოდებული ზოგიერთი ძალაც შეითრიოს რაც შეიძლება მოლაპარაკებების ფორმატში მოლაპარაკების მაგიდასთან ეგრეთ წოდებულ მაგიდასთან სამუშაო ჯგუფებში საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში უშიშროების საბჭოზე იქ რაღაც ლანდსბერგის რო ჩამოვა ის ბალტიისპირელი მუსიკანტი რომელმაც გამოიყენა 9 აპრილს
ჩვენი ახალგაზრდების დაღურველი სისხლი იმისათვის რომ საკუთარი პიარი და საკუთარი ქვეყნის საქმე გაეკეთებინა და მე აქ რო დაიწყო სამოქალაქო ომი და ყველაფერი აირია ერთი სოლიდარობის განცხადება არ გააკეთა ლანსბერგისმა პრუსკინემ და იმ ბალტიისპირელმა ლიდერებმა რომლებიც მე ჩამოვიდნენ აქ და გვასწავლიან იმას რა ქვია როგორ მოაწყოთ ქვეყანა და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ კიდევ უფრო მაგრა დაინგრეს ჩვენი სახელმწიფო და გვასწავლიან იმას რომ მათი სათქმელი რაც მათ აქვს სათქმელი რუსეთმა მართლა მათი ოკუპაცია გააკეთა თვითონ კი არ ეუბნებიან ამას სააკაშვილი გააღებს პირსა და სააკაშვილის პირით ეუბნებიან პოლონეთი კი არ ეუბნება მაგათაც პოლონეთი კი არ ეუბნება კაჩინსკი და იგივე ტუსკი პრემიერ-მინისტრი რუსეთს რო აი თქვენ ოკუპაცია გაიკვეთეთ თქვა ჩამოგვართვით ტერიტორია ჰიტლერთან შედახმებით და სხვადასხვა სააკაშვილს ალაპარაკებენ იუშენკო კი არ ეუბნება ამას ხედავთ როგორ დიპლომატური პოზიცია უკავია ესეთ მინიშნებით ფრაზებს ამბობს სააკაშვილი ლაპარაკობს იუშენკოს პირით შესაბამისად ის რაც უნდა მოხდეს ბალტიისპირეთს მოხდეს პოლიტიკური გაგებით რუსეთისგან პოლონეთს უკრაინას თუ სხვა ქვეყნებს ყირიმის გამო თუ სხვა რაღაცების გამო ჩვენ მოხდა ყველაფერი მათ შორის ტანკები მათ შორის ავიადაბომბვა და როცა დღეს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ნიანგის სრემლებს ზღვის 4 ყმაწვილის ჩვენი ყმაწვილის გატაცების გამო და სხვადასხვა ეს თემა ჩვენ გაეროში ბავშვთა დაცვის უფლებების კომიტეტში დავაყენეთ უკვე თუმცა ამაზე არ გვეხმაურია მაგაცავით არა რომ დააყენა აი როცა სრემლებს ზღვის ნიანგისას ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ რომ იმ 4 ბავშვის გამტაცებელიც ლიახვის გამანადგურებელიც ახალგორის დამკარგველიც კოდორის დამკარგველიც არის სააკაშვილის რეჟიმი რომ არა მისი დანაშაულებრივი პოლიტიკა რომ არა მისი ცანცარი რომ არა ერგენთის ბაზრობის დაშლა რომ არა იქ რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში შორს არა ახლოს მივიდივართ რომ არა რუსთავი ორის ეთერში პირდაპირ ჩართვით ცხინვალის დაბომბვის ჩვენება ესენი რო არ ყოფილიყო ხო არც იმ 4 ბავშვს გაიტაცებდნენ ამიტომ კეთილი უნდა ინებონ მაგათ კეთილი უნდა ინებონ აღიარონ თავიანთი დანაშაული და განაცხადონ რომ მეგობრებო ჩვენ ვტოვებთ რუსეთის მონაწილეობა რუსეთის მონაწილეობა არ არის ამ ყველაფერში რუსეთის მონაწილეობა აქ კი არა მარტო ლათინურ ამერიკას ვერ ხედავ როგორ მართავს რუსეთი დაუძახეთ ვენესუელას პრეზიდენტს და აღიარებინა საფრანგეთის დამოუკიდებლობას და ეს უნდა იცოდნოდა გეოპოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილს რომელმაც ჩამოგვიტანა აქ დიპლომების კოლექცია კოლუმბიიდან ჰარვარდიდან ოსლოდან და დაგვარწმუნა რომ იყო რაღაცა მსოფლიო საიდუმლოებების მცოდნე და ეს მჩხრეკელი ეს უნდა ცოდნოდა კარგად როდესაც იწყებდა იმ სისურველეებს რითაც ქვეყანა დაშალა და ეს ბავშვებიც მის მიერ არიან გატაცებული ეს ბავშვები რუსეთთან და ოსეთთან ერთად სააკაშვილის გატაცებულები არიან ეს 4 ბავშვი სხვათა შორის თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება და ეს ჩვენი პოზიცია და ეს ჩვენი პოზიცია არა ეს რეალობა და ჭეშმარიტება და სიმართლე არის ერთადერთი ის არ არის არც ლეიბორისტული არც ნაციონალური არც რუსთავორული და არც მაესტრული ან კავკასიური ჭეშმარიტება და სიმართლე არის ერთი სააკაშვილი და საქართველო უნდა გაეყაროს სააკაშვილმა უნდა განაცხადოს რომ ბატონებო მე მეყო რაც მივირთვი მე მეყო რაც დავანგრიე და დავაქციე ქვეყანა ეხლა მაინც მე გავაკეთებ იმას რომ მშვიდობიანად შეიცვლება საქართველოში ხელისუფლება მე ვაცხადებ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრინციპს და შევხვდეთ გვალ მაგიდასთან შევადგინოთ კარგი საარჩევნო კოდექსი რის შემდეგაც მე გადავდგები რის შემდეგაც პარლამენტი იქნება დათხოვნილი და შემდგომ ისეთ რაღაცებს ამბობ ძალიან მინდა რომ კითხები მოვასწროთ შემდგომ ნინო ამის შემდეგ უკვე მერის საარჩევნების შეტარება შეიძლება როცა სააკაშვილი ხო და ეხლა ხომ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო კანონზე მაგრამ ეხლა მუშაობა მიდის მერის სასარჩევად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის რა კანონი რის კანონი საარჩევნო კანონს გულისხმობ და საარჩევნო კანონი არაერთხელ გააკეთიშობილეს არაერთხელ მაგრამ მე არჩევნების წინ შეცვალეს საარჩევნო კანონის ძირითადი პრინციპები ეს როგორიც არის საარჩევნო კომისიებში ბალანსი თავიანთ სასარგებლოდ და ამის გარდა ეხლა მე ამერიკაში ვუთხარი იქ ვისთანაც ჰქონდა შეხვედრა და ეს იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები იქ არ იგრძნობოდა ბუშის და დიკ ჩეინის სურნელი როგორც ადრე ჩასulis დროს ნამდვილად თავისუფალი ჰაერი ჩავისუნთქი ამერიკის მე ვუთხარი რომ სააკაშვილმა მიიღოს და მისცეს საშუალება იმ სამუშაო ჯგუფს დემოკრატიული საარჩევნო კანონის ახლა მე გეტყვით სრულად ახალ ნოვაციას რაც ასად არ მithქვია და ექსკლუზივის წესით ახლა ახლა მოვედი ეს ექსკლუზივი უნდა გითხრათ ხო კი ბატონო რამდენიმე კვირის წინ სააკაშვილის დავალებით რა თქმა უნდა მის მერდგულმა სატრაპმა ვანო მერაბიშვილმა გასცა სიტყვერი განკარგულება პოლიციის მუშაკებზე რომლის თანახმადაც ყველა პოლიციის მუშაკი ფაქტურად ითვლება სპეცნაზის თანამშრომლად ანუ მას ნებისმიერი ბრძანების დროს შეუძლია გადააცვან ნიღაბი და გამოიყვანონ საკუთარი ხალხის დასარბევად მე ეს განცხადება მინდა გავაკეთო პატიოსანი პოლიციელებისა და პატრულის მუშაკების თხოვნით რომლებიც უმრავლესობაა ამ ორგანოებში საბედნიეროდ უმცირესობა ამის დამადასტურებელს ჩვენი ოპოზიციური მეგობარი კოლეგები ნახავენ მერის არჩევნების ძალიან შავნელ ღამეს
აი მაშინ ახავენ და უკვე იქნება გვიანი. ურემი იქნება გადაბურებული და მეორე არჩევნების და მეორე ყველა პოლიციის თანამშრომელს, ნუ პოლიციელებს პატრული არის ახლა სხვადასხვა სახელები ქვია, დაევალა. ხას უსო ამას ვაცხადებ პოლიციელების თხოვნით. წესიერი პატრიოტი პოლიციელების თხოვნით. როგორ? გადამოწმებას თუ ანუ ეს რა უნდა გადაამოწმო? რა უნდა გადაამოწმო? ეხლა გადავამოწმოთ, აბა 7 ნოემბრის დარბევის ბრძანება ვინ? არა, მე ამას ვიგულისხმობ, ყველა იქნება სპეციალური. შედეგი რო დადგება, მე გინდა შეამოწმე, გინდა პორტფელიანი ის გაუმძებელი დაეძახე, გინდა სათვალიანი ადვოკატი, მნიშვნელობა რა, თავი შედეგი ერთ ადგილს და მეორე დავალება, რომელიც მიიღეს მათ პოლიციელებმა. აღწერონ უნდა მათ თავიანთ უბანში, თავიანთ სამეზობლოში, თავიანთ კორპუსში. ყველა ადამიანი პერსონალურად სრულწლოვანი იმის მიხედვით ვისი მხარდამჭერია. პირველი ჯგუფი ნაციონალიზმის მხარდამჭერები, მეორე ჯგუფი ოპოზიციის მხარდამჭერები, მესამე ჯგუფი ნეიტრალები და შესაბამისად იმუშაონ და ესეები უნდა მიუტარონ თავიანთ უფროსობას. ამას თუ არ გააკეთებენ, სამსახურს დატოვებენ. ეხლა მიპასუხეთ მე თქვენ, აი ამ ხელა უზარმაზარი მონსტრი ძალოვანი სტრუქტურა რო ჩაერთვება მარტო აი ამ მოდელით არჩევნებში, ხო? რომელიც საარჩევნო ბოიკოტისკენ, რომელიც საარჩევნო კოდექსს უშუალებს. მაგრამ ოპოზიციის აი მეორე ნაწილი ვთქვათ, ვინც თანხდება არჩევნებში მონაწილეობას, ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია. თქო ამბობს რომ სააკაშვილის პირობებში იგივე გითხარით კიდეც და უბრალოდ თქვენ არ მიპასუხეთ მოვიგებთ თბილისს მოვიგებთ საქართველოს ეს პრინციპი თქვათ შესაძლოა იყოს გამართლებული ეხლა ეს არჩეული მერია თქვათ 4 წლით რომ პოლიტიკურად ძლიერი ფიგურა ხდება ეს პრინციპი შეცდომით მოდის აი იმ წინა ადგილობრივ არჩევნებიდან როდესაც სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე და ჩვენი მოსახლეობის გაუთოცნობიერებელმა ნაწილმა, დეზინფორმირებულმა ნაწილმა და ჩვენი პოლიტიკოსების არც თუ ღრმად მოანალიზე ჯგუფმა ჩათვალა, რომ აი სააკაშვილი თურმე იმიტომ გახდა პრეზიდენტი, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყო თბილისში. ეს არის უზარმაზარი სახელდება, რომ არჩეულ მერს თავის ძალა აქვს. არა, არავითარი. პირდაპირ წესით არჩეულს, ამ შემთხვევაში და ეხლა არჩეულს. მას უნიშნავენ უკვე გუბერნატორს, აგერ პროექტია. იქ დადებული მინაშვილის კაბინეტში თუ არ ვცდები, თუ ვირავი შეიძლება ყველა მინაშვილები და ყველა სააკაშვილები ეგენი, რომლის თანახმადაც თბილისის გუბერნატორის პოსტი შემოდის და იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს თქვა ოპოზიციის წარმომადგენელი მერის პოსტზე, მისი ფუნქციები, არსებითი ფუნქციები გადაეცემა გუბერნატორს, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება, რომ შეაჩეროს ამ მერის გადაწყვეტილებები და ეს დაახლოებით მერე დაგვისაბუთებია, რომ აი ფრანგული მოდელია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა აწყობილია სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესთა შეხამების დონეზე და რო იქ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიშნავს პრეფექტს და იქვე არჩეული ორგანოები და ისინი თანამშრომლობენ. გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატი, მაინც შეფუჭილი იქნება ხელისუფლების მხრიდან და არ აქვს აზრი. მე გეუბნებით, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში აი ეს დაიხსომეთ მეგობრებო, წმინდა გიორგის წინადღეები არასოდეს არ მომიტყუებია ჩემი ერი და ხშირად წამიგია ამის გამოცდა საყოველთაო ბრისხანების ობიექტის გამხდარვარ. მე გეუბნებით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, ვინ მოიგებს, არის საქართველოს საბოლოო დამარცხება. ეს არის ის, რომ სააკაშვილს აღედგინება დემოკრატის იმიჯი, დღეს რო არ ართმევს ხელს ამერიკის პრეზიდენტი, ამაზე მისი დიდი მადლობელი ვარ, სულით და გულით, არ ჩამოართვა ხელი პრინციპულად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს კორიდორებში ხანსად იმალებოდა, რომ დასტაკებოდა და ხანრომელი კიდეს ძირშიჯდა, არ არის კორექტულად არის გაეროში მითხრეს სხვათა შორის, მე არავითარი ჭორის გავრცელების მიზანი არ მაქვს თქვენს გადაცემაში და არც სხვაგან, ამისათვის მადლობელი ვარ და აი როგორც კი ოპოზიცია მიიღებს, ესე იგი აი ამ არჩევნებში მონაწილეობას, სააკაშვილის ჩამოეწმინდება ის სოდვები, რაც მან ჩაიდინა დარბევებით, მკვლელობებით, ქიმიური იარაღის გამოყენებით, პოლიტიკური პატიმრებით, ქვეყნის დაქცევით, განადგურებით, აი იმ ხალხის ენერგია, რომელიც სტადიონს ანათებდა 26 მაისს, ეს ხო უზარმაზარი ზეიმი იყო, ის 9 აპრილს გამოსული ხალხი, 7 ნოემბერს დაზარალებული და მოწამლული ხალხი, აი მათი შრომა, მათი თავდადება, მათი საკაცობრიო, მე ვიტყოდი, თავგანწირვა, აბა ერთი დამისახილეთ რომელიმე ქვეყანა, რომელმაც გააუსვა თავისი ქვეყნის ეროვნული სტადიონი, თავისი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, თუნდაც დიქტატორული, თუნდაც ნახევარდემოკრატიული და დემოკრატიული. არ ყოფილა ეგეთი პრეცედენტი. ეს იყო ამაღლებული პერიოდი, რომელიც სავსე იყო პოლიტიკოსთა შეცდომებით, მაგრამ ეს იყო ხალხის ეს პოლიტიკოსთა შეცდომების შედეგი და არა ხალხის. ამიტომ ამ ხალხის იმედების გაცვლება, ამ ხალხის გულში არის გაჩენის უფლება, არავის არ აქვს, რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს მე. კარგით, მაგრამ ბატონო, მონაწილეობას მასში არ მივიღებ და მოუწოდეთ მოსახლეობას, არც ერთ შემთხვევაში ფეხი არ გაადგან საარჩევნო უბნებისაგან. კარგით, მაგრამ აქვე მინდა კითხო, თქვენი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ესეთი განცხადებაც გააკეთა ცოტა ხნის წინ. თუმცა წინასწარ პატივისცემას ვადასტურებ ყველა ჩვენი ოპოზიციური კოლეგისადმი, ვისაც ეგეთი სურვილი აქვს. და უცხადებ, რომ ეს არის მცდარი სურვილი. კარგით, აქვე მინდა კითხო, ოპოზიციას ეს თქვენი ერთ-ერთი წევრის განცხადება, სააკაშვილი
სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი დემონტაჟის სურს ყველა ძალამ შალვა ნათელაშვილი უნდა აღიაროს საპრეზიდენტო კანდიდატად. ასეთი განცხადება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის მეგონი თუ არ ვცდები კახაძაგანია თუ ჯიბლაძემ. ანუ მე მაინტერესებს მერობის ერთიან კანდიდატად რომ დაესახელებინეთ ოპოზიციას, თქვა ნაწილი ითხოვს ამ პრაიმერის ჩატარებას ან ერთიან კანდიდატზე დასახელებას, მაშინაც არ მიიღებდით მონაწილეობას მე სრულიად საქართველოს გასაგონად კიდევ ერთხელ ვაცხადებ. მერობის კანდიდატად კი არა, ნობელის პრემიაზეც რო წარმატგინა. ამ პოსტზე კენჭისყრას არ დავთანხმდები, რადგანაც მე ვიცი, რომ ეს იქნება საქართველოს დაღუპვა და ეს იქნება სააკაშვილის რეჟიმის გადარჩენა, რომელიც ეს გამოიწვევს რას? აი პირდაპირ გეტყვით და გასაგებად, რომ ძალიან მაღალმარტივანი ფრაზებით არ გამომივიდეს საუბარი. ეს გამოიწვევს იმას, რომ 2013 წელს ღმერთმა სააკაშვილი იქამდე უნდა დატოვოს, მაგრამ ნუ კარგი, ყველაზე ცუდი ვარიანტი წარმოიდგინოთ. 2013 წელს და შემდგომ სააკაშვილი მოგვევლინება უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტის უფლებებით, პრეზიდენტად დაჯდება ვიღაც უსახო სააკაშვილის დანიშნული ოპოზიციონერი სააკაშვილის თითისკნევაზე მოგბენალი პიროვნება რომ მე პრეზიდენტობა მოიგოს სიტყვაზე ვთქვათ. ვინ მოაგებინებს პრეზიდენტობას? როცა სააკაშვილი გაძლიერდება, როცა სააკაშვილი აღიდგენს დემოკრატიის იმის, როდესაც სააკაშვილი ხელს ჩამოართმევს სარკოზის და ობამას და გორდონს და ანგელა მერკელს, როდესაც სოფლიო იტყვის რომ ეს კაცი გამოსწორდა, კი ახალგაზრდა კაცი იყო, შეცდომები დაუშვა, ქიმიურები გამოიყენა, ხალხი დახოცა, პოლიტიკური პარტიები მოამრავლა, იქ რეპრესიები ჩაატარა, მაგრამ გამოსწორდა, ხედავთ, მაინც ვარდების რევოლუციის პრინციპები ხორციელდება. აი, ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გაატარებს საკონსტიტუციო რეფორმას და ეს უკვე დაწყებული აქვს იმ დემეტრაშვილის კომისიაში, ეს ასე ვთქვათ, რუსები რო იტყვიან, კაშა დუღდება უკვე, რაც ნიშნავს შემდეგს. შემოდის პრემიერ-მინისტრის პოსტი, გამარჯვებული პოლიტიკური პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრს, ეს იქნება პრეზიდენტის უფლებების მქონე ადამიანი. ანუ გამარჯვებული პარტია ისევ ნაციონალები იქნება, აბა ვინ იქნება, თუ მოასწრეს ამათ რეანიმაცია, თუ მოასწრეს ამათ ფეხზე წამოდგომა, ეხლა ეს ენერგენ ჩოგ ჯენში. მოგესწრებათ ახლა მოჭიდავებმა კარგად იციან და განსაკუთრებით აი ქართული ხალხური ჭიდაობის სპეციალისტებმა და ასე ვთქვათ მაყურებლებმა და გულშემატკივრებმა ჩოგ ჯენიდან თუ წამოდგა მოწინააღმდეგე ეს უკვე ძალიან საში მდგომარეობა. ჩოგჯენიდან მათი ამოყვანა ნიშნავს ვიმეორებ ქვეყნის ჩავარდნა სუბსკულში უკვე სამუდამო და ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ წუთიერი ემოციებით, ამბიციებით. ეხლა მეც მითხრეს იგივე თქვენ ამერიკაზე მკითხოთ, მაგრამ დაგაცრებთ. ამერიკაში ეხლა მეგობრებო, მეც ვთხოვეს რომ იქნებ მიიღოთ მონაწილეობა ამ საარჩევნო პროცესებში აი იყო ესეთი რეკომენდაციები, იმიტომ რომ ამერიკელები რაღაც სულ მუდამ საუბრობენ დიალოგში უნდა მიიღოს მონაწილეობა ოპოზიციამ და თქვენ ამ დროს ამასაც ეწინააღმდეგებით. თან მეგობრული რეკომენდაციები ეხლა ესეთი კი არა რომ იციან. ჯერ ჩემი ხასიათი იციან ამერიკაშიც რომ ეხლა ჩემი მართვა შეუძლებელია მთელი სოფლიო რო გაერთიანდეს. და იყო ასეთი რჩევები იმის თაობაზე რომ აი ხوار მიიღებდით მონაწილეობას მერის არჩევნებში, უფრო კონსტრუქციული გზა, იქ საარჩევნო კოდექსის კომისიაში, იქ საკონსტიტუციო კომისიაში. ჩემი პასუხი იყო ეს სიტყვით შემდეგი რომ მე თვითონ არ მომწონს ჩემი თავი, როდესაც ასეთ რადიკალურ განცხადებებს ვაკეთებ. შინაგანაც ჩემი თავი მე თვითონ არ მომწონს და მე ვიცი რომ თქვენს არ მოგეწონებათ ეს, მაგრამ გეუბნებით რომ ჩვენი მონაწილეობის მიღება ამ პროცესებში ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმი გახანძლივდება და შესაბამისად დაიღუპება არა მარტო ჩემი სამშობლო, ჩემი პატარა საქართველო, რომელიც უკვე თითქმის დაღუპვის გზაზეა, არამედ დაიღუპება თქვენი იმიჯი, დასავლეთის იმიჯი, რადგანაც ხალხის თვალში მაინც ფაქტია, რომ დასავლეთის მოყვანილად აღიქმება მიხეილ სააკაშვილის. კარგი, თუმცა ხელისუფლებამ შესაძლოა ტესტი აღმოჩნდეს და მაგრამ მოდი კოეფიციენტს წინ ვერ გაიქცევთ. გადავიდეთ ვიზიტის დეტალებზე, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენ როდესაც მიემგზავრებოდით, ანონსშიც კი იყო ის განცხადება, თქვით რომ არ იტყვით ვისთან აპირებთ შეხვედრას, რომ მე ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ იწვევს ამ ვიზიტის ჩაშლაზე. ვის შეხვდით ასეც? თუ შეგიძლიათ გითხრათ რა შეხვედრები გქონდათ და რა იყო მთავარი თემა ვთქვათ. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ვიზიტი შეერთებულ შტატებში სრულიად შემთხვევით არა ჩემი დამსახურებით დაემთხვა უზარმაზარ აღმოჩენას, რომელიც გამოაცხადა ამერიკის კოსმოსური კვლევის სააგენტო NASA-მ, თვარეზე აღმოჩნდა წყალი და თანაც ესეთი რაოდენობით, რომ უკვე შესაძლებელია კოლონიზაციის დაწყება დედამიწელთა მიერ შემდგომი პლანეტების ასათვისებლად აი ამ პატარა თანამგზავრზე კოსმოსური მასშტაბებით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა და მთელი ამერიკა ამაზე საუბრობდა და ამაზე მსჯელობდა და მე კიდევ ერთხელ ჩამწყდა გული ჩემ სამშობლოზე, რომელიც ყოველთვის კოსმოსური ფილოსოფიით ცხოვრობდა, რომელიც ქმნიდა პირველ ამბანს, ქმნიდა უნიკალურ მსოფლიო ნაწარმოებებს, ქმნიდა ფილოსოფიურ ტრაქტატებს, რომელიც აი ამ შავბნელი შუა საუკუნეების დროს იყალთოს და გელათის აკადემიას აფუნქციონირებდა იმ დონეზე, რომ ეხლა ჰარვარდი და კემბრიჯი ალბათ ინატრებდა
გაიზარდა ამას და ისეთი შედეგები ჰქონდა და თუნდაც აგერ კომუნისტების წლებში ჩვენი მეცნიერები და ჩვენი სპორტსმენები და ჩვენი ზუსტი განსაკუთრებით ზუსტი მეცნიერების დარგში მოღვაწენი თემ სოფლიოს აღაფრთოვანებდნენ და დღესაც რუსეთის ძლიერება დგას რაზე გორელი ნადირაძის მიერ შექმნილ SS-20 საკონტინენტაშორისო ბალისტიკურ რაკეტაზე ისევ ქართველმა გაუტოვა მათ აი ეს სტრატეგიული სიძლიერე ხო და აი ამ დროს ჩვენ ვჟელობთ იმაზე რომ ის რა ქვია თარგამაძე გივიამ და უგულავამ ანტიმართლმადიდებლობის მტერმა უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა როგორმე დაგვთოს ნება რომ საარჩევნო კომისიაში პარიტეტული წარმომადგენლები მაინც ყავდეს აი ამ დროს კარგი შევხვდით შეერთებულ შტატებში კი ბატონო შეხვედრები თავისთავად იყო განსხვავებული წინა ვიზიტებისგან ვიმეორებ იქ უკვე აღარ ქროდა დიკ ჩეინის და ბუშის ქარი და აღარ დამხვდა იქ ფრიდის და ბრაიზას ლანდი რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის რომ სააკაშვილთან შედახმებით ნუ ხლა ბუში არა პირადად უბრალოდ სისტემა იყო მისი აი ეს ფრიდი და ბრაიზა რომ ჩემი შეხვედრები ჩაეშალათ ნებისმიერ დონეზე და წერილების გზავნა მიდიოდა რომ ეს ანტიამერიკელი ჩამოდის ანტიდასავლერი ეს პრორუსული და ეხლა სააკაშვილს ვინც აკრიტიკებდა მიდიოდა მეკითხა იგივე ბრაიზაზე და მსგავს პიროვნებებს როდესაც ესეთ განცხადებებს აკეთებთ იქ ნატოში შესვლას არ უჭერთ ხო ძალიან ხშირად ისმის ეს შეკითხვა თქვენთან მიმართებაში რომ პრორუსული ორიენტაციის ხართ თუ არა აი ეს არის სწორედ სააკაშვილის პროპაგანდისტული არა მე პროქართული ორიენტაციისა ვარ და მიმაჩნია რომ ქართველი პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს პროამერიკული ორიენტაციის ან პრორუსული ორიენტაციის ის არის ორსახოვანი ანუსი ამ შემთხვევაში თუ ამბობს რომ მე პროამერიკული ორიენტაციის ვარ პროქართული ორიენტაცია თავისთავად იძლევა საფუძველს რომ ჩვენ თანაბრად ვიმეგობროთ ამერიკასთან და რუსეთთან არა ჩვენი ინტერესების საზიანოდ როგორც კი ჩვენ დავარღვევთ ბალანსს ურთიერთობისა ზესახელმწიფოებთან და ძალიან გადავიხრებით ამერიკისკენ ან ძალიან გადავიხრებით რუსეთისაკენ მივიღებთ იმ შედეგს რაც ვნახეთ გორში და ცხინვალში და კოდორში ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური ბედი ისეთი ადგილი მოგვიჩინა მამა ზეციერმა ამდენად ფიქრობთ რომ არ მოხდებოდა ეს თქვა რა თქმა უნდა არ მოხდებოდა რა თქმა უნდა არ მოხდებოდა თქვენ სხვათა შორის ერთხელ განეცხადეთ კიდე თუ არ ვწდები რომ მზად ხართ თუ გამოთქვამთ სულ რომ შეხვდეთ პუტინს კიდევ გაქვთ ეს სურვილი არა სული არა მე გამოაცხადე იმის თაობაზე ჩვენ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება სამდვინომ და მე მომცა უფლება გამომეცხადებინა რომ მზად ვარ დავიწყოთ კონსულტაციები ვაშინგტონში და მოსკოვში იმის თაობაზე რომ ერთდროულად მოხდეს კოსოვოს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებათა გაუქმება ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ რადგანაც მოდი ახლა ობიექტურად ვთქვათ კი გასაგები ახლა სააკაშვილისადმი ჩემი ძალიან რბილად რო ვთქვათ ნეგატიური დამოკიდებულება მაგრამ ომები ახლა ცხინვალშიც იყო სოხუმშიც იყო მაგრამ არავის არ უღიარებია ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სანამ მაპატიე დარეხვილმა ბუშმა ბოდიშუხტი ამ სიტყვისათვის არ აღიარა განცხადებებს რომ აკეთებს ასე ვიტყვი აბა როცა ჩემი სამშობლო ინგრეოდა ვიღაც ანგრევს როცა სანამ ბუშმა არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა რის შემდეგაც რუსეთმა რომელსაც ერთი სული ჰქონდა გაეფართოვებინა დაკარგული ყირიმის გამო დაკარგული შავი ზღვის ზოლის საქართველოს ხარჯზე მაშინვე განაცხადა რომ თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას მაშინ ჩვენ ამ პრეცედენტს გამოიყენებთ სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით ეს განცხადება იყო ბევრად ადრე აგვისტოს ომამდე სხვათა შორის კი მახსოვს ევროპის ქვეყნებმაც აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობას ევროპის ქვეყნები ახლა ავტომატურად მიყვებიან ამერიკულ ფარვატერს ასე საკითხებში და როცა ამერიკა უარს იტყვის კოსოვოზე ისინი სიმწუჩით ყვენ უარს და ჭკუის ნატამალი ხო უნდა ქონოდეს კაც სააკაშვილის ადგილზე ხო უნდა ქონოდა რომ დიპლომატურად მაინც წაეთამაშა და დაეგმო კოსოვოს აღიარება გაეკეთებინა განცხადება რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარებას მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია ეს მარტო ეს ერთი განცხადება დამერწმუნდა საქართველოს ხო გააკეთა განცხადება არა ისე გაჩუმდა გაიტრუნა იფიქრა რომ ახლა არც ისე ვაწყენ არაფერი არ გაუკეთებია განცხადებას ვაკეთებდით ჩვენ იმ დროს მე გახდით ვენაში ის ცნობილი ამბავი დაემართა ახლა არა მოყვება და ვაპირებდი მიტინგის ჩატარებას ამ კოსოვოს აღიარების წინამდე ვენაში ეუთოს შენობის წინ და გაგიჟდნენ ახლა ექიმებმა რომ გაიგეს არაფერს დებით არ შეიძლება შენი ხმამაღალი საუბარია იმ ცნობილი ამბების შემდეგ რაც შემხვდა და არ გამიშვეს მიტინგზე უბრალოდ იმიტომ რომ ქართველობა უკვე 300 კაცი მზად იყო მიტინგში მონაწილეობის მისაღებად აი საკმარისი იყო ეს არ მომხდარიყო კოსოვოს აღიარება და რა თქმა უნდა ეს ომი შეიძლება მომხდარიყო უფრო თქვა საომარი შეტაკებები ძიმე ფორმებში და ფართო ტერიტორიებზე გავრცელებული იყო მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ამ ორ რაღაც არარსებულ სეპარატისტულ რეგიონს რომელიც ძირძველი ქართულია და რომელსაც დაეუფლა
ოპოზიციის ჯურის ავაზაკი არავინ არ აღიარებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამდენად აღიარა ბატონო შალვა, სერიოზულ სახელმწიფოს აღიარებია რუსეთის ნინო, ასეთი განათლებული პიროვნება როგორც თქვენ გძანდებით, ასეთ კითხვას არ უნდა სვავდეს. მე უთხარი ეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც შემხვდა და 2 საათნახევარი ჰქონდა საუბარი და მეგობრული პოლემიკა. ის ერთ-ერთი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი სახელმწიფო აღიარებს სეპარატისტულ ტერიტორიას, აუღიარებელ ტერიტორიას. თავარია ერთმა სახელმწიფომ აღიაროს და ის უკვე იურიდიული საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. თქვენ გახსოვთ კი რომ 1933 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს არ აღიარებდა. ერთშიც არ ყავდა ამერიკას მოსკოვში, მაგრამ სტალინი მეთქი წარმატებით ატარებდა. სტალინი წარმატებით ატარებდა ინდუსტრიალიზაციას, კოლექტივიზაციას და ყველაფერს, ხო? თუ შეიძლება მალაპარაკეთ, ეს საინტერესო საკითხია. ხალხს გონია რომ ესე იგი თუ არ აღიარა მაინც და მაინც საფრანგეთმა და ინგლისმა და გერმანიამ, ის აღიარებული არ არის. როგორ არ აღიარა? ერთმა რო აღიაროს, საკმარისია რომ სახელმწიფოს ჩაითვალოს და აღიარა უკვე სამმა. აღიარა უკვე იმან რა ქვია ვენესუელამ, აღიარა იმან ნიკარაგუამ, აღიარა რუსეთმა და ეხლა რიგში დგანას სხვა სახელმწიფოები. ეს სავსებით საკმარისია შავთვალოთ რომ ხელისუფლება არის მოსაცილებელი. ხელისუფლებას რომ მოვიცილებთ, მერე ჩავატარებთ საპრეზიდენტო არჩევნებს, მერე გვექნება საპარლამენტო არჩევნები და რა თქმა უნდა, შემდგომ აუცილებლად დედაქალაქი აირჩევს თავის მერს, რომელიც იქნება მამასახლისი თბილისის, რომელიც იქნება ყველა ჩვენგანის ოჯახის წევრი, ჩვენი პატრონი და მეგობარი და თანამდგომი და ჩვენი უბნელი და ჩვენი კორპუსელი და ჩვენი ნათესავი და ის არ იქნება პოლიტიკურად ანგარიჟირებული და მერის საქმეები არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთება, საერთოდ მან უნდა იცოდეს ქალაქის მეურნეობა და ეკონომიკა. და ამასთან ერთად ბატონ ზუას წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა. პირდაპირ ეთერში ახლა მერის არჩევნებზე არ ვიცი სააკაშვილი რას გაუმზადებს, რას ეუფრის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მინდა მოგახსენოთ რომ ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი და ამის თქმის გარეშე სტუდიას ვერ დავტოვებ, მნიშვნელოვანი იმით რომ პირველად გაეროს შექმნის ისტორიაში, მას შემდეგ რაც დაფუძნდა ისტრივერზე ეს შენობა, პოლიტიკური პარტიის ლიდერი იქნა მიწვეული მის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, სოფლიოს მასშტაბით. ეს გახდა თქვენი მონამორჩილი და ეს იყო მთელი საქართველოს პატივისცემა და არა ჩემი დამსახურება. და რაც მთავარია, მე იქ დავაყენე საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გაეროს ეგიდით, როგორც ეს მოხდა 93 წელს კამბოჯაში, კამპუჩიაში და როგორც ეს მოხდა აგერ გუშინცი ავღანეთში, სადაც გაეროს სპეციალურმა ხმისდამთავრებმა კომისიებმა გააბათილეს კარზაის არჩევნების შედეგები და ახვეწინეს მეორე ტურზე. და ისინი მათ მიპასუხეს გაეროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, რომ ამისათვის საჭიროა ოპოზიციური სპექტრის თანხმობა და თუ მოგვიტანთ ჩვენ ოპოზიციური სპექტრის საერთო მემორანდუმს, მაშინ განვიხილავთ. ამიტომ მე აიქედან მოუწოდებ ჩემს ოპოზიციურ კოლეგებს. დავიწყოთ მუშაობა აი ამ საერთო მემორანდუმზე, გაერომ აიღოს თავისი კონტროლის ქვეშ საქართველოში ჩასტარებელი ყველა შემდგომი არჩევნები და შემდგომ ვილაპარაკოთ რეალობაზე. სანამ ესე იგი გელს, ანუ სააკაშვილს ებარება ცხვრის ფერმა, სანამ ის არის მსაჯული, რა თქმა უნდა არ მოიშლის ამ ცხრების ჩამას, ტაცებლობას და რაც თავი არჩევნების გაყალბებას და ძალადობას და ყოველი არჩევნების ღამე იქნება დიდი იმედგაცრუება მთელი ჩვენი ქვეყნისათვის და იქნება ძალიან დიდი ტრაგედიის დასაწყისი, ახალი ტრაგედიების დასაწყისი. ამიტომ მე ვისურვებდი რომ ღვთისმშობლის წილხვევით ქვეყანას წმინდა გიორგის ქვეყანას დაბედებოდეს ბედნიერი შემოდგომები, ზამთრები, ზაფხულები, გაზაფხულები, ბედნიერი არჩევნები სააკაშვილის და მისი ხროვის გარეშე. კარგი, დიდი მადლობა მესინეს სერგილოს აქვს გიორგობას, უღრესი მადლობა სტუმრობისთვის და ახლა უკვე პირდაპირ ეთერში ჩვენ შეგვერთვება კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური, რომელიც უკვე გველოდება, ბოლო რამდენიმე წუთია უკაცრავად ბატონო ზვიად. დავაგვიანეთ თქვენთან საუბარი. მე წუთი ზვიადის და სხვა დროს მე დავუთმობ ლიმიტს. კარგით, შევთანხმდით. დიდი მადლობა. ბატონო ზვიად, მოგესალმებით საღამო მშვიდობისა და თქვენთან საუბარს ბუნებრივია დავიწყებ იმით, რომ თქვენ რამდენიმე დღის წინ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდით და პირდაპირ კითხავთ, რატომ გადაწყვეტეთ კანდიდატურის მოყენება და ფიქრობთ რომ ამით აიძულებთ თქვა ოპოზიციურ სრულ სპექტრს რომ მიიღონ პრაიმერში მონაწილეობა, იმიტომ ეს თქვენი ერთ-ერთი მთავარი სურვილი იყო. კაბატონინო, მინდა გითხრათ, რომ კონსერვატორებს მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი სააკაშვილის ხელისუფლების შესაცვლელად. ჩვენ პატივისცემთ ყველა იმ პარტიას და ყველა იმ პარტიის მოსაზრებას, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოიკოტი არის ადგილობრივი არჩევნების წინ საჭირო, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ და არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ჩვენ ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის მომხრე ვართ. და ვინაიდან ხელისუფლება არის ადგილობრივი ხელისუფლებაც, აქედან გამომდინარე ეს არის ნაბიჯი, რომლის საშუალებითაც არის შესაძლებელი, რომ ჩვენ გავანთავისუფლოთ სააკაშვილის რეჟიმისაგან ქვეყანა. თბილისის მერს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ადასტურებს თვითონ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ქმედებები ამ მიმართულებით, როცა ხედავთ, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში არავითარ დათმობაზე არ მიდიან, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ
ყველა გამგეობა თბილისში 5 ქვეგამგეობად უნდა დაყონ იმისათვის, რომ საბიუჯეტო რესურსი სერიოზულად გამოიყენონ, გაყალბების 1001 სქემას ამზადებენ, ასე რომ ის რომ სააკაშვილი აპირებს დათმოს თბილისში ან ნებისმიერ სხვა რაიონში თუ დიდ ქალაქში ადგილობრივი არჩევნების შედეგები, ეს ჩემთვის არის დაუჯერებელი სრულიად, ამიტომაც ერთადერთი გზა რითიც არის შესაძლებელი, რომ ჩვენ დავამარცხოთ ხელისუფლება ქალაქ თბილისშიც და დიდ ქალაქებშიც და მთელ საქართველოშიც არის მხოლოდ ოპოზიციური ერთობა. თქვენ იცით, რომ კონსერვატორები ჩვენ მხარს უჭერთ ოპოზიციური ერთობის სქემას, რომელიც გამოიხატება წინასწარი არჩევნების გზით, ანუ პრაიმერის გზით, ერთ კონკრეტულ კანდიდატამდე შეთანხმებას. თუმცა ბაზდოზიად მაპატიეთ გაწყვეტინებთ, მაგრამ ჩაგეკითხებით, იგივე ალასანია დავითაშვილი თქვენ, ანუ საუბარი რომ შესაძლოა ნოღაიდელის პარტიამ დაასახელოს, ქრისტიან დემოკრატებმა რამდენიმე დღეში საკუთარი კანდიდატურა უნდა წარადგინონ და არის კიდეც საუბარი რომ შესაძლოა იყოს გია ჭანტურია და კიდე ალბათ სხვა პარტიების დაასახელებენ, ანუ ამ პირობებში შესაძლოა წარმოგიდგენია, თქვა ერთიან კანდიდატის დასახელება და ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. სწორედ ეს არის სქემა, რომელმაც უნდა იმუშაოს. ამაზე არის საუბარი, ჩვენი პოლიტიკური პროექტი, რომელიც ხაზი მინდა გაუსვა, არ არის კონსერვატორების რაღაცა პრივატული პროექტი. ამ პროექტს აქტიურად უჭერდა მხარს კობა დავითაშვილის და ხალხის პარტია, აქტიურად უჭერდა მხარს ახალი მემარჯვენეები, ბატონი დავით გამყრელიძე, აქტიურად უჭერს მხარს ირაკლი ალასანიაც ამ პროექტს და არ არის ეს ჩვენი პროექტი. ჩვენ უბრალოდ ამ პროექტის მხარდამჭერები ვართ, ერთგული მხარდამჭერები უკვე რამდენიმე თვეა და მოგახსენებთ, რომ სწორედ პრაიმერის გზით უნდა გამოიკვეთოს ამ ლიდერებში, პოლიტიკურ პერსონებში ის, ვისაც ყველაზე მეტად დაუჯერებს ხალხი, ვისაც ყველაზე უფრო მეტად გაყვება ხალხი და პრაიმერის მთავარი ესე იგი ფუნქცია ის არის, ქალბატონინო, რომ ჩვენ მოსახლეობას ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქარში, წვიმაში, თოლში, ამ სიცივეებში, აქციების დროს, დარბევების დროს მუდმივად იდგნენ თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ვკითხოთ, ვინ წარმოუდგენიათ მათ იმ პოლიტიკურ პერსონად, რომელმაც უნდა გაიყვანოს ეს ოპოზიციური მოძრაობა რაღაც კონკრეტულ შედეგამდე და ეს გასაგებია ბატონზიად ეს პრაიმერის პრინციპია, მაგრამ მაინც უნდა ჩაგეკითხოთ, ახლა არ გამომიდეს მე მეტყვით სპეციალურად მეკითხებით, იმიტომ რომ გინდა განხეთქილება ოპოზიციაშიო, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო, ფიქრობთ, რომ ოპოზიციის ლიდერები შეძლებენ საკუთარი ამბიციების დათმობას და ამაში რას გულისხმობ. იგივე ბატონი ლევან გაჩეჩილაძე თქვენივე წარდგენაზე აკეთებდა ესეთ განცხადებას, ალბათ მე თქვენც მოусმინეთ იქ დარბაზში მცანდებოდით, რომ თქვა გასაგებია, რომ ხელისუფლებაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ ოპოზიციაშიც არის პრობლემები და ეს პრობლემა დაასახელეს, რომ ნაბიჯი რომ ავმაღლდეთ ამბიციების წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არსებობსო. აი ამ გაგებით გეკითხებით. მოგახსენებთ, მე ვეთანხმები, რასაც ბატონი ლევანი ბრძანებდა, ამას ვეთანხმები და სწორედ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარსული შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და წარსული შეცდომა იცით რა იყო ქალბატონინო, ის იყო მაგალითად მე თბილისზე ვინაიდან ვლაპარაკობთ, ეხლა თბილისის მაგალითებს მოგიყვანთ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ ორჯერ მეტი ხმა აიღო ვიდრე ხელისუფლებამ. საპარლამენტო არჩევნების დროსაც ოპოზიციამ ორჯერ მეტი ხმა აიღო ვიდრე ხელისუფლებამ, მაგრამ მანდატი 4ჯერ მეტი აიღო ხელისუფლებამ ვიდრე ოპოზიციამ. და ეს მოხდა იმის გამო, რომ ოპოზიციური კანდიდატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ასეთ სიტუაციაში გაძვრა ხელისუფლების კანდიდატები. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა ახლა ხელისუფლებას, რომ მათ ასეთი სიტუაცია შეუქმნათ, რომ ისევ ოპოზიციური კანდიდატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამიტომ მე მაქვს დიდი იმედი ძალიან, რომ ამ გაკვეთილებს ჩვენ გავითვალისწინებთ და ოპოზიცია გამოიჩენს პოლიტიკურ ნებისყოფას, პოლიტიკურ გონიერებას, პოლიტიკურ სიმწიფეს და ჩვენ პოლიტიკურ კიბეზე ავადგამთ ერთ ნაბიჯს ზემოთ. თამაში ვარ დარწმუნებული და თანაც, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ იყოს დემოკრატიული და ხალხის ნების მიხედვით მოიქცეს თვითონ, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. მე ასე მგონია, რომ რასაც რისკენად სხვებს მოუწოდებ, ჯერ პირველ რიგში შენ თვითონ უნდა იყო იმის მაგალითის მიმცემი. როდესაც ხელისუფლებისაგან ვითხოვთ, რომ ობიექტური საარჩევნო ადმინისტრაცია ჩამოაყალიბოს, ჯერ თვითონ ოპოზიციამ დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შორის ურთიერთობის გარკვევა ისე, რომ ეს იყოს ობიექტური ორგანოს ჩამოყალიბება. შესაძლებელი რომ პირდაპირ დაგეჭირათ მხარი ერთი კანდიდატისთვის, ვთქვათ. რეალობა, ნინო, არის საქართველოში სხვა. მე მინდა შეგახსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია იყო და ეს იყო პრაქტიკულად მაშინ მეორე პოლუსი, ხელისუფლების საპრეზიდენტო მეორე პოლუსი, მაშინაც რამდენიმე კანდიდატი იყო ოპოზიციურ ფრონტზე, რამაც დააზარალა სიტუაცია. ასევე მოხდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ამიტომ ეხლაც დღესაც იქნება აუცილებლად, რომ ერთ კანდიდატზე ესეთი კულუარული და კულისებში შეჯერება არ მოხდება. გაცილებით
გაცილებით სამართლიანია, გაცილებით სწორია, გაცილებით გამართულია. ყველაფერი ამერიკული მოწონს ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ძალებსაც და მოსახლეობის დიდ ნაწილსაც და ამერიკაში პრაიმერი 200 წელია ტარდება ის, რომ სამართლიანი წესი არ იყოს კანდიდატების გამოვლენის, ლიდერების გამოვლენის, ასეთ შემთხვევაში ის ხომ არ ჩატარდებოდა. ამიტომაც ჩვენ ვაყენებთ საკითხს ძალიან მარტივად და მინდა გითხრათ და დავარწმუნოთ ტელემაყურებელიც და დაგარწმუნოთ თქვენც. მე ლამის სანაძლეოც დაგიდეთ თქვენ ერთხელ ამის თაობაზე, რომ პრაიმერი საქართველოში 100%-ით ჩატარდება. ეს არის გადაწყვეტილი ამბავი, კრიტიკული მასა, რომელიც თუმცა მესმის ღია განცხადებები არ მომისმენია ბატონო ზვიად ოპოზიციური სპექტრისგან ყველა ღია თანხმობას გულისხმობ. იგივე ალასანიას ის პარტიები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი არა, ვინც მონაწილეობენ, თქვა იგივე ალასანიას გუნდი და ალიანსი, ხო? განცხადებენ, რომ ელოდებიან მზაობას, ვერ ხედავენ ოპოზიციაში, ანუ განცხადებების ეკეთება, რომ ძალიან ღია და ოფიციალური განცხადება, რომ ისინი მზად არიან პრაიმერში მიიღონ მონაწილეობა, მგონია არ გავუკეთებენ. მე მინდა ჩაგაყენოთ თქვენს და ტელემაყურებელს საქმის კურსში, რომ პრაიმერთან დაკავშირებით შეიქმნება საარჩევნო დებულება, შეიქმნება საარჩევნო ადმინისტრაცია, პრაიმერში მონაწილე პარტიებისათვის იქნება განსაზღვრული დედლაინი, ანუ ბოლო ვადა, სანამდეც პარტიებს შეეძლება თავის გადაწყვეტილებები მოიფიქრონ და ასე შემდეგ. ეს იქნება ალბათ დაიწყება ეს პროცესები დაახლოებით 2 კვირის ან 1 თვის განმავლობაში, ას გააჩნია როგორ ნაყოფიერად მოვახერხებთ მუშაობას უზარმაზარ დოკუმენტაციაზე, რომელიც არის შესაძლებელი და გასაკეთებელი და სანამ ეს დედლაინი იარსებებს, მანამდე ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ოპოზიციური ერთობის ამ პოლიტიკურ პროექტში და უნდა გითხრათ ერთი რამ, სხვა პოლიტიკური გეგმა დღეს არ არსებობს. ქართულ ოპოზიციაში ერთადერთი პოლიტიკური გეგმა, რომელიც არის გონიერი, მართალი, სწორი და ლოგიკური გეგმა, ეს არის ოპოზიციური ერთიანი კანდიდატების გამოვლენა არა მარტო თბილისში, არამედ ყველგან დიდ ქალაქებში, ყველა უბანზე, ყველა სოფელში, ყველა საარჩევნო ოლქში და ეს არის ფაქტიურად ხელისუფლებასთან მშვიდობიანი დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვანი გზა. იმ პარტიებს მინდა უთხრა, რომლებიც ესე იგი ამბობენ, რომ ჩვენ აქციების გზით უნდა მივაღწიოთ ჩვენ აქციებიც და არჩევნებიც, ეს არის პოლიტიკურ არსენალში ხერხები არის და პარტიებმა ყველაფერი ეს უნდა გამოიყენოს და ძალიან დაზაბული კამპანია იქნება. მიმართავენ, აქ ვსაუბრობდით ბატონო ზვიად და აქვე ძალიან მინდა რომ მოვასწრო იმ შეკითხვის დასმა და დროიწურება. ბატონმა შალვამ მიმართა ოპოზიციურ სპექტს, თქვა რომ თუ იქნება ერთობა იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ეგიდით ჩატარდეს არჩევნები. იზიარებს თქვა ამ წინადადებას. დასალაპარაკებელია ეს და რა თქმა უნდა ყველაფერზე თუ კი ამ ქვეყნის ასიკეთოთ რამეს რომელიმე მოვიფიქრებთ, ყველანი მზად ვიქნებით. კონსერვატორები მზად ვიქნებით. ხარი დაუჭიროთ შალვა ნათელაშვილს თავის პროექტებში და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შალვა ნათელაშვილი თავის პოზიციას კი არ შეიცვლით, ჩვენ ამას არ ვითხოვთ, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ვაპირებთ, რომ არჩევნებში წავიდეთ, მისი მხრიდან გვექნება მხარდაჭერა იმ თვალსაზრისით, რომ არ იქნება დაუშვათ რაღაცა ოპოზიციური კინკლაობა და დებატები ამ თემებზე. ეს არ არის, მე ვფიქრობ, მომგებიანი და საჭირო არავისთვის და ერთი პრობლემა, რომელიც პრაიმერს გააჩნია და რომელზეც მინდა ვილაპარაკო ტელემაყურებლის წინაშე ვეცდები, ქალბატონი ნინო, ესე იგი ძალიან ბევრი სალაპარაკო, ძალიან მოკლე დროში ჩავტიო. და გეტყვით ერთ წუთს თუ მომცემთ გეტყვით. ხშირად ყველაზე უფრო ცუდი იქნება პრაიმერისათვის ის და საერთოდ ოპოზიციის გამარჯვებისათვის ადგილობრივ არჩევნებში, რომ პარტიებმა, რომლებიც პრაიმერის ჩატარების შემდეგ მანამდე აცხადებდნენ ბოიკოტს და პრაიმერის ჩატარების შემდეგ წამოაყენონ თავისი კანდიდატურები და ამითი მაინც გაყონ ოპოზიციური ხმები. ამიტომ ჩვენ ყველას გვინდა ვთხოვოთ, გვინდა ჩვენმა მოსახლეობამაც იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ფაქტორი, ამიტომ ყველა პარტიას ვთხოვთ, ყველას პოზიციას პატივისცემთ, ყველას მიმართ პატივისცემას ოპოზიციონერების მიმართ ვადასტურებთ, მაგრამ ყველას გვინდა ვთხოვოთ, რომ ასეთი ფაქტები თუ არ იქნება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარი, რომ სააკაშვილს არ გავამარჯვებიოთ. სხვა შემთხვევაში საზოგადოების მხრიდანაც და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდანაც შეფასებული იქნება ეს ნაბიჯი, როგორც მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე წყლის დასხმა. კარგი, დიდი მადლობა და ბოლო კითხვას დაგიშავთ, კი ან არა მიპასუხოთ, დრო აღარ არის, თქვათ არ ჩატარდა პრაიმერი. თქვათ, გასაგებია რომ თქვენ ამას არ უშვებთ. ტროკობა დავითაშვილს ვერ წამოვაცდენინი ამაზე პასუხი, მითქიცებდა რომ პრაიმერი ჩატარდებაო. დარჩებით მერობის კანდიდატად. ხო შეიძლება ეს დავუშვათ. პრაიმერი ჩატარდება. და მეც შემიძლია სანაძლეო დაგიდოთ. სანაძლეო დაგიდებთ, რომ პრაიმერი ჩატარდება საქართველოში პირველად ეს პოლიტიკური პროექტი, რომელიც არის პოლიტიკური ნოვაცია, განხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დღეს არის მზად იმისათვის, რომ წარსული შეცდომები აღარ გაიმეოროს და შევჯერდეთ ყველგან
თითო კანდიდატზე. ჩვენთვის კონსერვატორებისთვის ყოველთვის თავარი იყო ოპოზიციური ერთიანობა, დღესაც ვრჩებით ჩვენ პოზიციაზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საერთოდ პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდეს ასეთი მიმართულებით საქართველოში. კარგი, დიდი მადლობა, მაშინ დაველოდოთ, წარმატებებს გისურვებთ, ანუ სანაძლო როგორ შესრულდება მე ვნახოთ, ბატონო ზვიად, იმიტომ რომ ერთ-ერთ ლიდერს ვერ ვათქმევინე, დარჩება თუ არა მერობის კანდიდატად, ამას დრო გვიჩვენებს. პრაიმერი ჩატარდება შემიძლია დაგარწმუნდეს. კარგი, დიდი მადლობა. კონსერვატორების ლიდერი და მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ზვიად ძიძიგური საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ჩვენ შემოგვერთება ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, რომელთან ერთადაც უკვე ვისაუბრებთ ამ კვირაში მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებზე და რუსეთის პრემიერის მიერ ჭიქით ხელში ნათქვამ გეოპოლიტიკურ სათვალისწინოზე, რომელიც პოლიტიკურ განცხადებად აღიქვამეორობა. ვიცი რომ ყველაფერს რასაც ახლა ვიტყვი ამ დარბაზის გარეთ აუცილებლად გაიგებენ. უფრო მეტიც მე სწორედ ამის იმედი მაქვს. სწორედ ამიტომ მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხი გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის. და აი მინდა ევგენი მაქსიმოვის ვთქვა, რომ მიხედოს ამ საქმეს. ჭიქით ხელში გაკეთებული გზავნილი საქართველოს გეოპოლიტიკური სადღეგრძელო სკანდალურ წვეულებაზე. პუტინის მოულოდნელი სტუმრობა იუბილეზე, რომელსაც ბევრი ცნობილი ქართველი ესწრებოდა. მაგას სურდა, რომ ეს ინფორმაცია დასულიყო ხალხში, ქართველებში. რას ნიშნავს პუტინის გაგებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და როგორ შეაფასეს თბილისში, მოსკოვში ნათქვამი სადღეგრძელო? პუტინის სურვილია, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო არ არსებობს, თუმცა რომ გააქროს საქართველოს როგორც სახელმწიფო თუმცა ერთი რამ შეიძლება საკითხს სახად ითქვას, რომ იმას ვერ მოესწრება. რუსეთის პრემიერის განცხადება მოსკოვში და რეალობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ერთგლეჩი ჩაშლილი მოლაპარაკებები და ქართველი მოზარდების ტყვეობის მე-16 დღე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი კი არის ერთისფრით დაინტერესებული საკითხით, მაგრამ არ აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს და არგმობს იმ ფაქტს, რაც მოხდა. ხელისუფლების პოზიცია და შეფასებები ქვეყნის შიდა და გარე პრობლემებზე. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი დავით დარჩიაშვილი პოზიციაში. რეკლამის შემდეგ ჩვენ კვირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის ბოლოს სტუმარს დავით დარჩიაშვილს, სახელმწიფოებისა ბატონო დავით, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში და ვიდრე ვთქვათ იმ თემებზე გადავიდოდეთ, რაზეც მინდა თქვენთან საუბარი, ასე ვთქვათ, გულისხმობ ამ პრემიერის განცხადებებს, ტირზნისის ინციდენტს და ასე შემდეგ. წინა ნაწილში ვსაუბრობდით მოსალოდნელ არჩევნებზე, მოვისმინეთ სხვადასხვა პოზიციები, ანუ ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ხოშტოში ლეიბორისტული პარტია, ნაწილი პრაიმერისთვის ემზადება, ნაწილი თვლის რომ საერთოდ არ უნდა მიიღოს არჩევნები, ანუ ოპოზიციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესია, თუმცა ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ პირდაპირ წესით მერის არჩევნები ტარდება. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ხელისუფლება ამ ტესტის, ასე ვთქვათ, ჩატარებას, როგორც ხშირად თავად თქვენი წარმომადგენლები უწოდებენ და როგორ აფასებთ, ვთქვათ, ამ ოპოზიციური კანდიდატების და ოპოზიციური სპექტრის მზადებას, რამდენად სერიოზულად ემზადებიან ისინი კონკურენციისთვის? ჩემი აზრით, ოპოზიციის მოთხოვნებიდან ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა და ითვალისწინებს კიდევაც, რომ გადახედილი ყოფილიყო საარჩევნო პროცესი თავად, თამაშის წესები, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციის დაკომპლექტება, დათვლის პროცედურები, საარჩევნო გარემო, ამაზე წავიდა ხელისუფლება და სერიოზული შეთანხმებები მიღწეულია უკვე, ამას თვეები დაჭირდა, მაგრამ მაინც მიღწეულია. რაც შეეხება იმას, ახლა ოპოზიცია როგორ აირჩევს თავის კანდიდატს, რამდენი კანდიდატი ეყოლება, ეს მისი საქმეა აბსოლუტურად. ერთ ვიტყოდი მხოლოდ, რომ ახლა ამერიკული მაგალითი განიხილებოდა ჩემს მოსვლამდე, პრაიმერი შეერთებულ შტატებში ტარდება ერთი პარტიის შიგნით. შიდა პარტიული დემოკრატია, ანუ თუ კონსერვატორები შიგნით ჩაატარებენ და გამოკვეთენ, თქვათ, ბატონი ზვიადი ურჩევნიათ თუ ვინმე სხვა, ეს იქნებოდა ამერიკული პრაიმერის მოდელი და ახლა როცა ოპოზიცია მრავალფეროვანია და მე ვფიქრობ იდეოლოგიურადაც განსხვავებული რაღაცა პროგრამული, თუმცა ყოველთვის ეს გამოკვეთილად არ ჩანს, მაგრამ როცა საქმეზე მივა, ეს განსხვავებები გამოჩნდება, იქ მე ვთქვათ, როგორც ამომრჩეველი, ან ვიღაცა სხვა, ამ შემთხვევაში ჩემს სოქარხულია ლაპარაკი, მე კონკრეტული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვარ. ხო, რიგითი ამომრჩეველი, ვიღაცის მიმართ განიმსჯელება სიმპათიით, ვიღაცის არადო. თუ ამ პრაიმერის გამო მისი სასურველი კანდიდატი საერთოდ აღარ დააყენებს, თქო, თავის კანდიდატურას, შეიძლება იმედგაცრუებაში აღმოჩნდეს ამომრჩეველის ნაწილი, ნაკლებად დაინტერესოს არჩევნები. მაგრამ ისე ვიმეორებ, ეს არის ოპოზიციის გადასაწყვეტი, რას და როგორ. ანუ ხელისუფლება მზად არის, რომ არჩევნები ჩაატაროს. ხელისუფლება მზად არის და აკეთებს იმას, რომ არავითარი ეჭვი არ არსებობდეს საარჩევნო წესებზე, გარემოზე, ხო, თუმცა დღემდე არის მაინც უკმაყოფილო პარტია, თქო, იგივე ალიანსი არ ეთანხმება მედიის მოქმედებაზე, ფინანსებზე, ხმის დათვლაზე და ასე შემდეგ.
ანუ პარლამენტში როდესაც გადმოინაცვლებს ეს თქვენ ფიქრობთ რომ ბუნებრივია ძალიან სწრაფად შეთანხმებები რაც იყო იგივე მაჟორიტარულად რამდენი იქნება არჩეული პროპორციულად რამდენი იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი თავმჯდომარის არჩევის წესი ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად აისახება კანონმდებლობაში და ეს ჩქარა არის გასაკეთებელი იმიტომ რომ მინიმუმ 6 თვეს სჭირდება ხოლმე იგივე დასავლეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასეთი მოთხოვნებია ახალი ადმინისტრაციის ათასობით ადამიანის მომზადებას, ტრენინგების ჩატარებას, დოკუმენტაციის შექმნას და ეს დრო არის გამოსაყენებელი რომ არჩევნები ჩატარდეს ვთქვათ ყოველგვარი ეჭვისა და ხარვეზის გარეშე. ან მინიმუმამდე ობიექტურ მინიმუმამდე იყოს ეს დაყვანილი ყველაფერი. კარგით, გადავიდეთ სხვა თემაზე, ეს უბრალოდ არჩევნებზე მინდოდა მოკლედ არა გვაქვს ამაზე ბევრი საუბრის დრო. რუსეთის პრემიერის მოულოდნელი სადღეგრძელო ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელიც თქვა ნაწილობრივ პოლიტიკურ განცხადებად აღიქვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მეორე ნაწილმა სიმართლე გითხრათ, სხვა შორის ჩვენმა კოლეგებმაც კი ნაწილმა გაგვაკრიტიკეს ამ ფაქტის გაშუქების გამო, თუმცა მე მაინც მინდა ჩემს გადაცემაში შევეხო ამ თემას, იმიტომ რომ არ გამორჩენია დასავლურ თქვა და რა თქმა უნდა არც რუსულ პრესას პუტინის ეს სიტყვები, იმიტომ რომ მაინც მოულოდნელი განცხადება იყო და რაზე იყო გათვლილი, ამას მოყვა მსჯელობა, ვთქვა. იყოს უბრალოდ სადღეგრძელო თუ მართლა ქართველების გასაგონად, რაც მან თავისივე სიტყვაშიც კი თქვა. თქვენ როგორ აღიქვით, ანუ ნიშნავს ეს რაღაც, რას ნიშნავს უბრალოდ ეს პუტინისეული საქართველოს გაერთიანება? ხოლო სადღეგრძელოში ნათქვამი სიტყვები იყო თუ იყო ეს რამე მინიშნება? შეიძლება ცოტა შორიდან გამომივიდეს, მაგრამ ნეიტრალიტეტი კიდევ რატომ არის შეუძლებელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ სამყაროს ერთი და უდიდესი ნაწილი დიპლომატიის რაღაცა დადგენილ წესებს მისდევს საერთაშორისო სამართალცეკვდნობა და მეორე ნაწილში ხელისუფლება იქცევა ისე როგორც ბატონი პუტინი მოიქცა სუფრაზე და მე ეს ხდება განსასჯელი თითქოს და საქმე გქონდეს ივანე მრისხანესთან ან პეტრე პირველთან რომლის სიტყვა თითის ჟესტი ნიშნავს ქვეყნებისა და ხალხების ბედს 21 საუკუნეა ამ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ განზომილებებს შორის ნეიტრალიტეტი არის შეუძლებელი და ნუ ეხლა რა გითხრათ, ის აღიქვავს თავს აი ესეთ იმპერატორად, როგორც რუსეთის ფარგლებში, ისე ეგრეთ წოდებულ ახლო სამეზობლოში, როგორც ანუ თქვენ რომ ყურადღება მისაქცევი არ იყო მისი ეს ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ დავინახოთ, რამხელა უბსკრული არის თანამედროვე ცივილიზაციასა და სამწუხაროდ მე არ გულისხმობ მთელ რუსულ საზოგადოებას, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია რუსეთში, მაგრამ კრემლსა და იქაურ თეთრ სახლში არსებულ გარკვეულ დაჯგუფებებს შორის და ნუ ეს აღვიქვათ, როგორც ერთ-ერთი სერიოზული რისკი გნებავთ საფრთხე, მით უმეტეს ვიცით რა ქმედებები მოყვება ხოლმე ასეთ განცხადებებს თუ მინიშნებებს და ვიყოთ ფხიზლად. მეტი არაფერი, შეუძლებელია ჩვენ ასეთ განცხადებებზე საქართველოს მომავალი ავაგოთ და გავიხაროთ, როგორც გავიხარებდით ბატონყმობის დროს, რომ უიმე ბატონმა რაღაცა თქვა. ხო, იმიტომ რომ იგივე დღესაც თქვა ტიმოშენკო უბრალოდ გუშინ საყამოს ტიმოშენკოსთან ბრიფინგზე ვლადიმერ პუტინმა ისევ გააკეთა განცხადებები თქვა საქართველოსთან მიმართებაში და უფრო ხელისუფლებასთან მიმართებაში და ალბათ მოისმინეთ თქვენც ეს ირონიული ტონი რომ თქვა იგივე იუშენკო და სააკაშვილს მან ურჩია რომ მომავალში ხალხსტუხების გარეშე შევხვდნენ ერთმანეთს. იცით რა ამაზე ანუ რაღაც ეს ირონიული ტონი მისი აღიქმება თქვა ხელისუფლების ტონი არის როგორ გითხრათ პიტერის ძველი ბიჭების სტილია, რომლის უკან ასევე კგბ-ს ფილოსოფია დგას და საერთოდ ხშირად ეს ორი რაღაცნაირად რუსეთში პოულობს ხოლმე შეხების წერტილებს და ზუსტად ასე იყო ეს აღქმული იგივე დასავლურ პრესაში, რომელიც ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა ამ განცხადებებს და იქ ხაზგასმა იყო, აი ზუსტად ინგლისურად მოასეთნაირად ჟღერს, რაღაცა bad boy, ცუდი ბიჭის ლაპარაკი, უტაქტო ლაპარაკი, ეს არ არის სტილი, რომელიც ვინმეს საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიაში რაიმე დივიდენდებს მოუტანს. გასაგებია, კარგით. თუმცა რუსეთის გამო, ვთქვათ, ამ სწორედ ამ ხელისუფლების გამო უამრავ პრობლემას აწყდება საქართველოს ძალიან ხშირად იგივე ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მე მინდა რეალობას შევეხოთ. ეხლა იქ არსებულს და იგივე ტირძნისიდან გატაცებულ ბავშვებს, რომლებიც დღემდე ტყვეობაში რჩებიან და ამ ფონზე დღესაც პარლამენტში კი წავედ გააკრიტიკეს, თქვა თქვენმა თანაგუნდელებმა, თქვენი პირად განცხადება მგონი არ მომისმენია, მაგრამ ჰამერბერგი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პასიურობისთვის არა და მანამდე ევროკავშირის წევრები იყვნენ აქ ჩამოსულები და ელჩები და იყო სულ ამაზე საუბარი და გამოითქვა თქვათ გაკეთა განცხადებები, მაგრამ მე იცით რამე გითხრათ, ფაქტი ერთია, ის ბავშვები ისევ ტყვეობაში რჩებიან. ანუ ამ ცხინვალში დაკავებული მოზარდების ბედი, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გადაწყვეტოს რა ფორმით და როგორ? მაშინ. იცით რა, ჩვენ ნამდვილად გვაქვს უფლება, ვიყოთ პრინციპულნი და ვთქვათ, როდესაც აი ამ ხულიგნური განწყობის ხელისუფლებას, რომელიც მოსკოვშია, აქვს ძალიან დიდი ძალა,
ეს არ ნიშნავს, რომ ხულიგნობაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ძალიან პრინციპული. ბევრი განცხადება გაკეთდა, იგივე ევროსაბჭოს განცხადებაც იყო სულ 2-3 დღის წინ, სადაც აღინიშნა, რომ დაუშვებელია ვთქვათ, მოზარდების ბედით манипуლირება ყველაზე რბილად შეიძლება ესეთი შეფასება მივცეთ, რაც მოხდა და რაც სინამდვილეში შუა საუკუნეებში რო იყო. ვთქვათ, ტყვეთ წაყვანა და მერე შანტაჟი და გამოძალვა, ну რაღაცა აი ამდაგვარ საქმეებთან გვაქვს შეხება ჩვენ და რომ შეუძლებელია ამის მოთმენა. ესეთივე შეფასება არის ევროკავშირიდან და დღეს იყო მედია საშუალებებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებაც ამის თაობაზე. ამ ფონზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარისაგან ნამდვილად მოველით უფრო ხმამაღალ შეფასებებს. მე ვიცი ნამდვილად ეს სხვათა შორის სახალხო დამცველმაც თქვა, რომ ეს ადამიანი ცდილობს თავისი არხებით ამ ბავშვების ბედზე იზრუნოს, მაგრამ ამავე დროს იმაჩნია, რომ ჰუმანიტარული საკითხია და არა პოლიტიკური, მან განცხადებაც გააკეთოს და შეაფასოს ის ფაქტი, რაც მოხდა. მაგრამ ასეთი ღია განცხადებები, ვთქვათ, ევროსაბჭოს წარმომადგენლის მიმართ და არა მარტო წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა კომისარი, ხო, ვთქვათ, როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქვამს ამ განცხადებას იგივე ევროსაბჭო, იგივე ევროპა, იმიტომ მანამდე პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს არ არის ევროსაბჭო, მაგრამ არ არის საკმარისი რეაქცია მაინც ამ ფაქტზე. ისე რაც თქვენ მას ხო, მეტაქტიურობაზე მე მგონი ვართ იმ მდგომარეობაში, რომ სტრატეგიული პარტნიორებისაგან და ასეთად მოიაზრება არა მხოლოდ შეერთებული შტატებიც, არამედ მთელი ევროპის კავშირი მოველოდეთ აი ამ ძალიან ასე ვთქვათ გადამწყვეტ მომენტებში კაფიო პოზიციებს და თუ პოზიცია გვეჩვენება რომ არ ამკაფიოა, ეს განვაცხადოთ ხმამაღლა. ეს დიპლომატიის საზღვრებში ჯდება და მეტიც სტრატეგიულ პარტნიორებისა და მეგობრობის ურთიერთობებშიც ჯდება. უბრალოდ ამას მოყვება რეაქცია, ამას მოყვება ბუნებრივია ურთიერთობრივი კომუნიკაცია, აზრთა გაცვლა და საბოლოო ჯამში მგონია რომ უფრო უკეთ ასე ვთქვათ მოემსახურება ჩვენს უკეთ გაგებას ჩვენ პარტნიორების მხრიდან ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, ვიდრე ზოგჯერ არის ხოლმე. გასაგებია და ისევ მაინც შეგიკითხებით მოკლედ ამ ბავშვებზე. მოგეტიეთ, ნინო, ჩვენი ამოცანა არის და ამას ერთობლივად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ეს ამოცანა შევასრულოთ. იგივე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, რეფორმების გაგრძელება, ადამიანის უფლებებში თუ რა მხარვეზებიან დემოკრატიულ ინსტიტუტებში, აი ეს გავაკეთოთ და ამას მოელის ჩვენი პარტნიორები ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც. მაგრამ ჩვენ ასევე მოველით, როდესაც დღესავით ნათელია, რომ რა ტიპის დანაშაულთანა გვაქვს საქმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათგანაც იყოს ადეკვატური რეაქცია. გასაგებია და იგივე ჩემს პირველ სტუმართან რაღაც აღიარება არაღიარების თემასაც შევეხეთ აფხაზეთის სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის გულისხმობ. ამ ფონზე ბელორუსის დელეგაცია იმყოფებოდა არა და უკვე ცნობილია რომ თქვა იგივე მოსკოვი ლუკაშენკოს და ზოგადად ბელორუსიას ძალიან ასე ვთქვათ კაცრად ხოვს რომ აღიაროს მათი დამოუკიდებლობა. ნაწილი აფხაზეთში იყო დელეგაციის ჩასული, ამ დროს ნაწილი ჩვენ ნახეთ თბილისში. როგორ ფიქრობთ, თქვა კრემლი შეძლებს საკუთარი ეს გაიტანოს, ასე ვთქვათ, ბელორუსთან და მოხდება აღიარება? ანუ თქვენ შეხვედრებს ესწრებოდით, ამიტომ გეკითხებით, რასაც ხდებოდნენ ისინი. სამწუხაროდ მე პირადად არ ვესწრებოდი ამ მოსვლინებაში ვიყავი, მაგრამ ცხადია რომ 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული ყოველდღიური ზეწოლა ხორციელდება ბელორუსიაზე რუსეთის მხრიდან. და ბელორუსია მართლა მძიმე მდგომარეობაშია და მართლა ბევრად უფრო დამოკიდებულია თავისი სოციალურ-ეკონომიკური, ასე ვთქვათ, მდგომარეობით რუსეთზე, ვიდრე საქართველო, რომელმაც 2004 წლის შემდეგ მართლა მოახერხა თვისობრივი გარღვევა ამ სფეროში, რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული რუსეთზე, იგივე ენერგეტიკას გულისხმობდა და ასე შემდეგ. ხო და ამ ვითარებაში წელიწადზე მეტი დროა ბელორუსია უძლებს ამ ზეწოლას. მაგრამ მუდმივად უწევს რაღაცა მანევრირება და ამ მანევრირების ნაწილია ეს დელეგაციები, რომლებიც იმყოფებოდნენ თბილისში და ასევე თბილისთან შეთანხმებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა და როგორ მოხდება ხვალ ამის წინასწარმეტყველება ამ ვითარებაში ძნელია, მაგრამ თუ რამ შემთხვევით და ისეთი მოხდა ბელორუსის მხრიდან, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს გააფუჭებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, მაგრამ ეს არანაირად არ შეცვლის წინა, ასე ვთქვათ, გამოსვლელი ამ სტუდიაში საერთაშორისო სამართალს თავისებურად ხსნიდა. მე ნამდვილად არ დავეთანხმები ამას, არანაირად არ შეცვლის საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმიტომ რომ მთავარია ამ მთლიანობის გვერდზე იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები, წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები. ევროპის კავშირი, რომელიც 27 ლიბერალურ დემოკრატიას აერთიანებს. და არა ის, რომ ესეთი შემთხვევითი რბილად რომ თქვათ ადამიანები, როგორც დანიელ ორტეგა ან ჰუგო ჩავესი არის, რაღაც პოზიციას აბსოლუტურად ვოლუნტარისტულად აფიქსირებენ. ბელორუსია დაუახლოვდება აი ამ კლუბს
რომელიც მთლიანობაში მარგინალურია საერთაშორისო სისტემის ფარგლებში. გასაგებია და ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება და თქვა ამაში რა საკეთებს საქართველოს ხელისუფლება მე მას გულისხმობ რომ რა ნაბიჯები იდგმება რომ მომავალში თქვა არ შეემატოს თუნდაც მაგ კლუბს რომელიმე სხვა ქვეყანა. თქვა ამ ეტაპზე გასაგებია რომ მხოლოდ ვენესუელა ნიკარაგუა და ამას ირჩევა. მაქსიმალურად ცივილიზებული ქვეყნები და ქვეყნები რომელიც ცდილობენ რომ თავის ქმედებაში საშინაო პოლიტიკაში საგარეოში გაითვალისწინონ წამყვანი ძირითადი დომინანტური ვთქვათ იდეები, შეხედულებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და არის ვთქვათ რამოდენიმე განსხვავებული ტიპის ქვეყანა. სოფლიო ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ადრე თუ გვიან ვთქვათ სამართალი მე მგონია რომ იმარჯვებს და ამ მხრივ ოპტიმისტი ვარ. და ნუ ახლა რთული დღეები იქნება, თვეებიც იქნება, ეს პროცესი უცებ არ დასრულდება სრული წარმატებით, მაგრამ აუცილებლად წავა მაქეთ და შეუძლებელია რომ დინების აღმა ასე ვთქვათ, მცურავმა ძალებმა საერთაშორისო თანამეგობრობაში თავისი გაიტანონ რაღაცა ხანგრძლივადიან პერსპექტივაში. გასაგებია, ანუ ოპტიმისტურია თქვენი პროგრესი მაინც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც. მაგრამ ეს ოპტიმიზმი ამავე დროს არ გამორიცხავს იმ შეშფოთებას და წუხილს, რაც კონკრეტული ადამიანების ბედთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ერთია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საკითხები, ამაში აბსოლუტურად ოპტიმისტი ვარ, მეორეა კონკრეტული ადამიანების, მათ შორის იმ ახალგაზრდების, მოზარდების ბედი. და თვლით რომ მაინც მიღწევა. ეს არის გადასაწყვეტი დღეების განმავლობაში. მე მგონია რომ ეს გადაწყდება აბსოლუტურად ასე ვთქვათ გონება დაკარგული არც კრიმინალური წრეები არ არიან ხოლმე. თავარია აქ ისევ და ისევ ვიმეორებ, როგორც ჰამარბერგისგან, რასაც ვითხოვთ, ისე ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ტრიბუნიდან სერიოზული განცხადებები და ზეწოლა იმ მხარეზე. ის მხარე არ არის სრულიად დამოუკიდებელი და მთვარეზე მცხოვრები, რომ სრული იგნორირება გაუკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობას. მორალს რო თავი დავანებოთ, ეს სერიოზულ ფინანსებთან, ეკონომიკის მდგომარეობასთან და უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული ამ სუბიექტებისა, იქნებიან ეს ოკუპანტები თუ მათი მარიონეტები. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით, კარგი იქნება თუ მართლა ძალიან მალე მოხერხდება ამ ბავშვების გათავისუფლება და რა თქმა უნდა ყველა ჟურნალისტი და მედია ადევნებს ამას თვალს. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დავით არჩიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე და მომავალ პარასკევს ტრადიციულად იმ კვირის მთავარი თემები და განსხვავებული პოზიციები შევხვდებით ერთმანეთს. მადლობთ.